მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ვართ? ხო ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო, ერთი წუთით შევცვალოთ ესე დავდოთ. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ მოგიკითხავთ პირველ რიგში დიდი სიყვარულით, მოგიკითხავთ ჩემს ემიგრანტებს. არ ვიცი, საოცარი ემოცია, საოცარი სითბო და საოცარი სიყვარული იღვრება ხოლმე თქვენგან, ჩემო კარგებო, უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს დაფასებისთვის, მადლიერებისთვის და ყურადღებისთვის. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ შევცვალე ხა სხვა მაშინ გადმოვიტანეთ რაღაცებს სვლი, მოკლედ დიზაინს ასე ვთქვათ. და აქეთ გადმოვიტანეთ, სხვა შორის თავიდან რომ დავიწყე ტაროს ვიდეოების ჩაწერა ამ ოთახში მქონდა, მე რატომღაც შევცვალე ოთახი და ეხა ისევ აქ დავბრუნდი, არ ვიცი რატო. ალბათ ენერგეტიკულად თითქოს აქ უფრო მშვიდად ვარ და აქ უფრო მყუდროდ ვარ. ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მოკითხვით, დიდი არ ვიცი, საოცარი ემოციებით მინდა ჩემს მოსწავლეებს ასევე მადლობა გადაუხადო. არ ვიცი, საოცრებები მყავხართ. ჯერ ის მომენტი, რომ როგორი და რა დრო და რომელი საათიც არ უნდა იყოს და ხო რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთს ხელს უწყობთ ხოლმე, მე როგორც ვარ თვითონაც როგორც შეუძლიათ, ხო? მე მაქსიმალურად ერთ-ერთი მოსწავლე ვერ იტყვის, რომ მე ხელს არ უწყობ, არაუშავს 3 დღე არ გვინდა, დასვენება გვინდა, ვისვენებთ და ნუ მოკლედ ყველანაირად ხელს უწყობთ, მაგრამ იმდენად თბილები არიან, იმდენად ყურადღებიანები არიან და არ ვიცი, აი როგორ ავხსნა, ისეთი თვალებით მიყურებენ ხოლმე და მისმენენ, კი მეტყვიან ხოლმე, რომ ჩაწერა არ გვინდაო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყველაფერს დეტალებში ვიწერთ, იმიტომ რომ არის სიტუაციები, რომ შეიძლება გადაგვავიწყდეს, ჩავიხედებით და გავიხსენებთ, ხო? ეს ჩემი სურნელოვანი ჩხირი გიშდები ლავანდას სურნელზე, სილამაზად დავდოთ და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. აქ სანთელიანთია, არ გეგონოთ რომ არანთია, ეხლა მეორესაც ავანთებ და არ გეგონოთ რომ ანუ აი ზუსტად რო გადმოვცე რა. განა იმას ვიცახი, ან ვინმე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ კაცო, რომ ვერ დაიმახსოვრებს და რასაც მე ვყვები და კი ბატონო გვიღეჭავო და აღარ გვჭირდება ამ ყველაფრის ჩაწერა, მაგრამ საჭიროა. იმიტომ რომ რა დროს რა დეტალი გაგვახსენდება, რა დროს რა სიტუაციაში აღმოჩნდები და უცბად უნდა ჩავიხედო და პირიქით თქვენი ხელნაწერით, თავისივე ხელით ვაწერინებ, რომ ყველაფერი დაიმახსოვრონ, არანაირი ვიდეოზარებით, რომ ჩაწერილი ვიდეოზარები რო არა, ეგ არის დიდი ტყუილი, ანუ სწორად ტყუილი, რას გულისხმობ, ხა ზოგი მუშაობს მასე, მაგრამ უყურებენ და ასე სწავლებენ, არა, ადამიანმა თავის ხელით თუ არ ჩაწერა, მე ძველი მეთოდია, ახალი მეთოდია, არ მაინტერესებს, ჩემთან ისე ისწავლება ტარო, ინდივიდუალურად ისწავლება, არც 2 ადამიანი არ მიზის ონლაინში და არც 3. თითოსთან მუშაობ, თან ეხა ფასდაკლება და სანამ ფასდაკლება არის დროულად, იმიტომ რომ ამ კვირაში კონსულტაციები და ტაროს შესწავლაზე, იმიტომ რომ იმ კვირიდან მე თბილისიდან გავდივარ 10 დღე, მე კიდე ივლისის ბოლოს გავდივარ, შესაბამისად, ანუ თქვენ როცა სწორად გაიგეთ, ეხა მომინდა ტაროს გაშლა კონსულტაცია გამოსახება, არა, პირდაპირ აქამდე ხო არ გეუბნებოდით, ეხა ვმუშაობ ჩვეულებრივად, კი ბატონო, რა უფლება მაქვს, მაგრამ ეხა გავდივარ იმ კვირიდან და ამ კვირაში ვწერ ყველას კონსულტაცია თუ ტაროს სწავლებაა თუ რაც არის, იმიტომ რომ ყველაფერი გათვლილი მაქვს, რომ ივლისის მერე 25-დან გავდივარ და 25-მდე უნდა დავასრულო ეს მოსწავლეებიც და პლუს ამას დაწყებული საქმეები. ყველასი უნდა მორჩეს ეს დაწყებული საქმე. თავში დაწყებულს ამ კვირაში ვამთავრებ და ეხა ვისაც ანუ შუალედში მესამე ეტაპები ვისთანაც არის საქმეებს გულისხმობ, ისინი დამთავრდება ივლისის 25-მდე და მე უკვე გავდივარ და აგვისტოში აღარ იქნება, აგვისტოში ფიზიკურად საქმესთან დაკავშირებით არა. საქმეებს უკვე სექტემბრიდან ავიღებ, მანამდე არა. ამიტომ მე რო თქვენ გაგახსენდეთ და ეხა მომინდა ეგრე არ იქნება. ამიტომ რაც შეიძლება დროულად, სწრაფად, აი რაც ეხლა როგორ გითხრათ, გადაწყვეტილებამდე რაღაცა ეტაპს რომ მივყავართ და კიდე ფიქრობთ, იმის დრო აღარ არის. მიხვდით, თუ გადაწყვეტეთ, ბარემ მოიწერეთ, ეხაც კონსულტაციები ამ კვირაში ვწერ ყველას, იმ კვირიდან აღარ მეყოლება. ამიტომ
10-12 დღე გააჩნია და მე კიდე ივლისის 25-დან და მე ვფიქრობ, რომ გამოდის თითქმის ერთი თვე და ამიტომ სწრაფად ხო რაც დროულად მით უკეთესი თქვენთვისაც და ჩემთვისაც, იმიტომ რომ მე რამდენჯერ წავსულ ვარ, შარჩანაც მქონდა ესეთი შემთხვევა და ბათუმში მწერენ, მირეკავენ, ანუ აი ძალიან და ცუდად ვარ, ვერა. მე რომ მივდივარ, მეც ადამიანი ვარ, მე არანაირი კონსულტაცია, არანაირი საქმე, არაფერს არ ვპასუხობ, არც WhatsApp-ზე და არცაც, ზოგადად არ ვპასუხობ, ნახეთ. იმიტომ რომ ეს არის განტვირთვის დღეები, მე 24 საათი ონლაინ რეჟიმში ვარ და სულ მუშაობ, ხო, ცალკე სამსახური და ცალკე ღამე რომ მოვდივარ. მოკლედ ეს ინფორმაცია მინდოდა რომ გცოდნოდათ, ამიტომ ტაროს სწავლება არის, საქმე არის, გამოძახება არის, კონსულტაცია ყველა მწერთ ამ კვირაში. იმ კვირიდან აღარ, იმ კვირაში უკვე ანუ ამ კვირაში უნდა ასე ვთქვათ, მორჩე ყველასთან, რომ ის იმ კვირიდან გავდივარ. მოკლედ, ეხლა თან მარტო არ ვმუშაობ, თქვენ კარგად იცით და ეს ქალბატონიც მიდის. შესაბამისად, დროულად ვამთავრებ ყველა საქმეს. შუა პერიოდში ვინც ხართ და მეორე და მესამე ეტაპი, სამ ეტაპად ვისიც საქმეს მაქვს, იმაც არ გულისხმობ. აი ეს დასაწყისში, ეხლა ვისაც უნდა, იმაზე ვლაპარაკობ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან გადაყრილი ვარ, ეხლა ჩემთან დილა. ავანთოთ ეხლა მეორე სანთელიც, ხო ნახეთ როგორი საყვარელი ასანთი, ყოველთვის სანთელი ეცადეთ, რომ ასანთის ხო, ხის ენერგიით ავანთოთ ხოლმე, ამას ყოველთვის ეცადეთ. ეხლა ჩემო ძვირფასებო, გამოძახება აუცილებლად, გამოძახებაზეც დავდებ ფასდაკლებას, ოღონდ რაც შეიძლება დროულად ამ კვირაში მოიწერეთ ყველამ, რომ ყველასი შევძლო. 3-4 ღამე მჭირდება ლოცვა და ჭირდება ლოცვა, გამოძახებას, ამ ყველაფერს ჭირდება დრო და შესაბამისად ესე მარტივი არ არის, რომ მოდი და დღეს გამიკეთე და ხვალ მოუწერიათ. მქონია ეგეთ შემთხვევებს, რომ აუთე კომიდი რა უცბად დღეს და ხვალე. არავით არის, ესე ეგრე მარტივად არ ხდება 3 და 4 ღამეა ლოცვები, ხო? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესე იგი დღეს მოდი უბრალოდ ფიქრობ რომელი დასტაზე გითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული და რატომღაც მინდა ამ დასტით ზოგადად პირადი კონსულტაცია გავშალე ამ დასტით და ნუ აი გიჟდები რა ძალიან მიყვარს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ხატიას ჩემო მოსწავლემ ჩამოვიტანა ეს დასტა მოსკოვიდან და ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო კიდევ ერთხელ არის საოცარი დასტა არ ვიცი რა ენერგიები არ შეგრძნება მაგ ამას რო ვიჭერ ხელში ვერ გადავცემ სწორედ ხო პირად კონსულტაციას რაც შეეხება მუშაობ ორი დასტით ჩემო ძვირფასებო დროც დაახლოებით საათი მეტი მინდა გნებავთ ვიდეოზე გნებავთ ხმოვანებით რაც შეიძლება დროულად წერთ რომ ყველას მოვასწრო ამ კვირაში ვითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული და ჩაიფიქრეთ თქვენი ძვირფასი ადამიანი, საყვარელი ადამიანი, სახელი გვარი სრულად შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ ან საოცარი ენერგიებია ეს დღეები, აი განსაკუთრებით რიცხვებით გვეცოდინება ხო ისეთი სარკისებული რიცხვები იყო ეს პერიოდი. ნახოთ ჯერ მისი ენერგიები ხო ჩაფიქრებული, სახელი გვარი ჩაიფიქრეთ, სიტუაცია, თქვენთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება. თქვენთან დაკავშირებით მისი ფიქრები, მაინც გადავხედოთ ხო ფიქრებს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ჩაფიქრებას გვითვალთვალებთ თუ არა მასზე ვშლი, მაგრამ მაინც ეგეც ჩავიფიქროთ, დავნახოთ. გვითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი 6 არკანით. და ბოლოს რჩევა დამოსყა. საოცარი, აქ 2 არკანი ამოხდა დავტოვებ, ესე იგი რაღაც თქმა უნდა. ხმლების დედოფალთან ნახეთ როგორი საოცარი, არ ვიცი, საოცარი დასტა ჩემო ძვირფასებო. ხმლების დედოფალი, ხმლები გონება, ტვინი ჩართული, როგორ ჩანს გადავიყალეთ, გადავიწვით, გული უკვე რომ აი გულის ეტაპი რომ თავდება ხო ხდებით, აი რომ დავიღალეთ და გაგვანულა ამ ადამიანმა თუ არ ვიცი მიწასთან გაგვასწორა ხო ხდებით მთელი ემოცია და ასე ვთქვათ გაგვინულა და გადავედით ტვინის მოძრაობის რეჟიმში აი შეხედეთ და უკან სულელის არკანი მიზეს და აბა აქ უყურეთ აქ ქურუმი ნახეთ რა საოცარი არკანები დამიჯდა ჩემო ძვირფასებო ჩართული გონება ჩემი კოლეგები მიყურებთ მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო კიდევ ერთხელ და ბევრჯერ დაწყებული. აი, ჯერ მარტო წარმოიდგინეთ, არა მომიღია არკანები, არა მომიფრუნებია და
ჯერ მარტო დაწყებულ არკანებს დასტის ფონებს გადახედეთ ხალხო როგორი საოცარი დასტა. ასავარაუდოდ პირად გაშლას გავაკეთებ ამაზე კიდე რა მე ისე ვფიქრობ. უბრალოდ ვისთან წამოვა ის ენერგია რომ ამ დასტით გავაკეთო არ ვიცი. უხელ მქონდა ერთ ჩემ გოგოსთან მოკლედ ხშირად მაქვს მასთან კონსულტაციები. ჩემო ძირფასებოდა აგერ მაგი გადავირი ხალხო რა ხდება კოლეგები ტვინი ჩართული გონება ჩართული ბევრჯერ ახალი და ასჯერ დაწყებული თავიდან სიტუაცია რო გვინდა რომ აი ყველაფერს რო საზღვარი აქვს დავალაგოთ როგორც ყოს ისე და საზღვარი აქვს და უკვე ტვინი ჩაირდო გონება ჩაირდო ბევრჯერ დავიწყეთ თავიდან და ბევრჯერ დასრულდა ხო ანუ იმდენად აი გადაგწვა ამ ადამიანმა საოცარ ენერგიებით დაიწყო ჩემო ძვირფასებო და კი ბატონო ვნახოთ კიდევ ერთხელ ვისთან გვაქვს საქმე თქვენთან უკვე ტვინია ჩართული და რა სიტუაცია ხო აი ზუსტად რა ეჭვიც არ მეპარებოდა აქ არის სიტუაცია ურთიერთობა მოდით პირდაპირ გეტყვით ურთიერთობა წასული რა თქმა უნდა ხა გითვალთვალებ ჩაფიქრებული გუშინ რო შეყვარებულს ნახავდით და პარტნიორს დღეს რაღაც გინდათ მაგ კითხვის დასმა ხო ისედაც ხვდებით ვისთან გვაქვს საქმე და რასთან გვაქვს საქმე გასული ემოციებით გაბრაზებული ემოციებით ოღონდ როგორი თემა არის ნახეთ რო გითხრათ რომ ეხა ეს გაბრაზებულია და დღეს ხვალ მოვარდება და ჩაგეხუტება და ვაიმე ვნანობ არა აქ არის რაღაც დაღლილი სიტუაცია სხვათა შორის ისიც დაიღალა თქვენც დაიღალეთ არ ვიცი მთლიანობაში გეუბნებით არა და ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იყო თქვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზულ სიტუაციაში იყო თქვენი ხო ხვდებით აი პარტნიორული იყო ეს თუ შეხვედრები იყო მხოლოდ და პარტნიორული ჯერ არ იყო აი საოცრება რა 4-იანი კვერთხები 2-იანი თასები და უცბად 8-იან თასებში გადავდივართ უცბად გონება ირთვება ტვინი დაიკეტა და გულიდან გადავედით ეგრევე ტვინის ფაქტორი ჩავრთეთ რომ არ ვიცით რამ დაგღალათ ესე ან ისიც რამ დაღალა ასე და 7-იანი თასებით მინდა გითხრათ რომ კი ბატონო ნოსტალგია ემოცია ჯერჯერობით შემორჩენილი რაღაცა აი ეს გახსენებები აი ეს სიტუაციები არ არის გამორიცხული აქ ოჯახის დანგრევასაც უყურებთ არც ეგ არ არის გამორიცხული და მიუხედავად იმისა რომ ბევრი ის ხო შორს ამ ბიჭმაც იმუშავა ბევრი თქვენ შეიძლება თქვათ რომ არაფერი გაუკეთები არა ამისგანაც იყო მამაკაცებო ვინც მოყურებთ ჩემო აბრუნეთ ხო საპირისპიროდ არ ვიცი ეს საოცარი ემოცია მეუფლება ამ დასტას რომ ხელს ვყიდებ ხალხო არ ვიცი გადავიდიე და საოცარი ენერგიებით შემოვიდა და ამ კონსულტაციაზე ვინც ამ საჯარო გაშლის მერე პირადში ვინც გადმოვა ამ დასტით გაგიშლით აუცილებლად და რა თქმა უნდა რაიდერს დავიხმარ ესეც რაიდერზეა ბაზირებული ოღონდ იმას დავიხმარ აუცილებლად კლასიკურს რა თქმა უნდა იმის კითხვებს ალკე დავსვავ საოცრებაა ჩემო ძვირფასებო ძალიან არ ვიცი თავი კეფა ხა ამეწო ოღონდ აიმართლა არ ვიცი ვისთან და რასთან გვაქვს საქმე წესით აი ხა როგორც კი აი ვიდეოს ნახავთ გადმოდით რა პირადში მე თქვენთან ერთად მაინტერესებს დედას გეცებით გულწრფელად გეუბნებით მე თვითონ შოკში ვარ რაღაცა საოცარ ურთიერთობას უყურებ და უცბად აი ესე რადიკალურ 2-იანი თასებით ზურგ შეგწევით გასვლას და არც გაბრაზებულს რაღაცა მოდუნებულს მოშვებულს თქვენ აქ ღმლები ჩართული, ტვინი ჩართული, გონება ჩართული, გაბრაზე თქვენ უფრო გაბრაზებული ის უფრო აი დაღლილი რო წავა. სხვა შორის ბევრი გააკეთა ამანაც თქვენთან დაკავშირებით. ნახოთ თქვენთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება და მისი ფიქრები. ჩემო ძვირფასებო ემოცია არის. პირდაპირ გეუბნებით ემოცია ჯერჯერობით კიდევ არის. დარჩენილი, მე ამას ვერ მოგატყუებთ, საოცარი ენერგიების ემოცია არის, საკმაოდ ძლიერი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეხა აი ამ სიტუაციას რაც უყურებთ. იქნებოდა 50-50-ზე, რომ რა გადაწყვეტილება მიიღო, გამოსულიყო კონტაქტზე, არ გამოვიდეს კონტაქტზე, ანუ ფიქრობს რა ეს ადამიანი პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ აქ თასებში იმხელა ემოცია აქვს ადამიანს, აი შეხედეთ როგორი საოცარი მამაკაცია. როგორი ცოცხალი არკანები და დასტა არის, აი უბრალოდ შეხედეთ, მაგრამ ფიქრობს, დაუბრუნდეს თუ არა ფორტუნას ბორბალით იგივე კრუგს მოვიდეს თუ არა თქვენამდე, მაგრამ ნახეთ, თქვენს გარეშე არ უნდა წასვლა. აი სხვა 6-იან ხმლებში
თუნდაც რაიდერი ისნათ ემხილველში წლის ბორბალში ექვსიანხლებში ზირთად ადამიანი მაინც მარტო მიდის აქ ნახეთ როგორ არის თქვენთან ერთად არის თითქოს თქვენთან ერთად უნდა არ უნდა წასვლა მიხვდით და თუ წავა თითქოს და თუ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს მაინც თქვენთან ერთად არის ფიქრებში და გონებაში აქ საოცარ ენერგიებთან მაქვს ჩემო ძვირფასებო საქმე და თუ ვიღაცასთან მიძინებულია დროებითი მიძინებაა და ერთი იცოდეთ ისე არ მოხდეს მერე რო ინანოთ მიხვდით ისე არ მოხდეს მერე რომ თქვენში ემოციებმა გაიღვიძოს და ის უკვე წასული და გხვდეთ ამიტომ მოდი და დაველოდო და წამოვწვე და თავქვეშხელი ამოვიდო არა თუ სამყაროსთვის არაფერს გააკეთებთ არც არ გააკეთებს არაფერს ახლა თქვენ შეიძლება თქვა იქ დავხვდი აქ დავხვდი დაველაპარაკე დავურეკე არ აინტერესებს სამყაროს ეს თემები არ აინტერესებს ამით ადამიანს აწუხებთ არა დარეკვებით და იმით არა ანუ ნახეთ ენერგეტიკული კავშირები უნდა გქონდეს ადამიანთან. ენერგეტიკული სულიერი მაკავშირებელი თუ არ არის, აქ რა თქმა უნდა ამაზეც მუშაობთ, როგორ არა, თუ არ არის ამის აღდგენაც ხდება, მაგრამ ნახეთ ადამიანი არ უნდა შეაწუხოთ. პირიქით, აქ სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ. არც ჩხუბით, ჩხუბსაც აზრი არ აქვს, ნახეთ დაიღალა. არა, ოღონდ ერთ რაღაცას გეტყვით, ეს არის საჯარო. აქ 10,000-ობით ადამიანი უყურებს. ახლა დიდი 5-6 კაცზე რეზონირდეს. ამიტომ რა თქმა უნდა, ახლა დედას გეფიცებით, თქვენთან ერთად მაინტერესებს თითოეულზე ვიზეც ეს რეზონირდა, მცირედი რაც აკრიფეთ ახლა, პირადში გადმოხვიდეთ, მართლა მაინტერესებს რა ხდება რა. იქნება და როგორ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, იქნება და როგორ შემიძლია დახმარება, თუ არ შემიძლია კაცო მაგასაც გეტყვით. ნახოთ გვითვალთვალებთ თუ არა, საოცარი ემოციებია, ჩემო კარგებო. თვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი. ნახოთ. აი, რა დღეშია, ნახეთ. კოშკის არკანით ჩამოემხო თავზე ყველაფერი ძალიან არის განადგურებული. აი შეხედეთ რა მდგომარეობაშია, შეხედეთ რა. მაგრამ კი, როგორც კი ეს ციბრაზე ცოტა ოდნავ გადაულის, ისევ ახალი თეთრი ეს ქვია იმას კარტი თეთრი არკანი ქვია აი თითქოს უნდა რომ აი ეს შავი ღრუბელი აი ეს შავი რასაც ხედავთ ხო აი მიწასავით რომ მიედინება თუ აი შეიძლება ზოგმა ნუ ყველასთვის ინდივიდუალურად ასოცირდება მაგრამ აი ეს თეთრი ღრუბელი და აი ეს შავი რაც არის ქვემოდან შავი ზემოდან თეთრი ხო თითქოს უნდა რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს იქნებ და აი ხელი რომ გამოგვექცევა ხო იცით რომ იქნებ მაგრამ მე უკან რო ვიხებთ რომ აღარ გვწერს აი დაახლოებით ამ სიტუაციას ხედავთ იმიტომ რომ ძალიან დიდ გამოცდას გადიხართ ჩემო ძვირფასებო მოცე მაღალი არკანი ძალიან დიდ გამოცდას გადიხართ მაგრამ ნახეთ აქ ხმლები ტვინია ჩართული აქაც ხმლების ტუზი როგორც კი შემოდის რომ დაგათვალიეროთ როგორც კი და აი გიყურებთ ხო სოციალურ ქსელში არ ვიცი ან TikTok-ი გაქვთ რაღაცებს მერე უცბად ერთვება ტვინი და არ გაბედო იგივე სიძახის ესეც იგივე სიძახის რო არ გაბედო მიხვდით დავამატებ აქ კიდევ თქვენთან ერთად გითვალთვალებთ თუ არა საოცრება ვაიმე რა დღეშია გითვალთვალებთ კი არა არ ვიცი სადაც რასდებთ ყველაფერს ნახულობ განდეგილში გადავიდა ჩემო ძვირფასებო ეს ადამიანი გადადის ეს იცოდეთ და ერთ რაღაცას გეტყვით განდეგილში თუ საბოლოოდ გადავიდა ადამიანი დეპრესიული ფონია აქ მე ვერ დაგპირდებით რომ ეს ადამიანი მალე გამოვა საერთოდ სანამ განდეგილში გადავა ადამიანი და სანამ აი კრიზისში გადავა ადამიანი მანამ უნდა ვიმოქმედოთ ოღონდ კიდევ უმერობ ეს არის საჯარო გაშლა შეიძლება ზოგთან საერთოდ არ უნდა გავაკეთოთ არაფერი შეიძლება პირიქით ამიტომ ინდივიდუალური უნდა ვნახო ხო ესეზე პირად რა გითხრათ საოცრებაა ჩემო ძვირფასებო გითვალთვალებთ რომელია მაგრამ აი არ ვიცი ენა ჩამივარდა ოღონდ მართლა ძალიან განირიულებული აქ რვიანი თასები და აქ განდეგილი ნუ არ არის ზემოქმედებად შეიძლება იყოს აქ არ გამოვრიცხავ მაგრამ მაგასაც პირად ვერ გეტყვით ამასაც ნახვა უნდა იქნება არ არის ზემოქმედება და ზოგადად ადამიანს აქვს დეპრესიული პერიოდი ნახოთ რჩევაში ხო რაც გვეტყვის და რა საზღვარგარეთის თემებია წასვლა უნდა აქ ორი არკანია მოხდა ზოგთან ეგ თემაც არის ვახ რა ბრძოლებია ღმერთო ჩემო რავი და განახოთ რა ნახეთ რა თქვენი თვალით შეხედეთ რა დღეშია
ნახეთ რა სიტუაციაშია. ძალიან დიდი ბრძოლებია. ტაროს რჩევაც ეს არის. ეს ბრძოლები კი ბატონო, თქვენი გასავლელი გზა და მის გასავლელი გზა. მაგრამ აქ რო ძალიან დიდი ენერგიები მოდის, აქ რო ძალიან დიდი სექსუალური ქარიზმატული ენერგიები მოდის, ნახეთ ტარო რას გვეუბნება. განდეგილში გადასვლება არ უნდა მიცეთ. ტაროს რჩევა, განდეგილამდე არ უნდა მივიდეთ არც თქვენ და არც ეს ადამიანი, თორემ თუ დასრულდება ყველაფერი. აქ მჭირდება სასწრაფოდ, აი აქ გვინდა პირადი კონსულტაცია, იმიტომ რომ განდეგილში არის თუ გადავიდა, თქვენ გადახვედით, всё, აქ ფიზიკურად ვეღარაფერს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ მე უკვე ტრანსფორმაცია დაიწყება. პირდაპირ გეუბნებით ჩემო ძვირფასებო, აქ ძალიან დიდი ყურადღება მისაქცევი. აქ ყველა ვარიანტში უნდა განვიხილოთ ეს სიტუაციები. არ ვიცი რაც რა თქმა უნდა მალე მით უკეთესი, მაგრამ არ მომწონს მდგომარეობა, არ უნდა მივცეთ საშუალება, აი ამ საკუთარი თავის ბრძოლიდან უნდა გამოვიყვანოთ ესეც და თქვენც. თქვენ შეიძლება პრობლემა გაქვთ, ეხლა მე რა გონია მარტო მის მხარეს ლაპარაკობ, არა, თქვენ მხარესაც ლაპარაკობთ, თქვენც იგივენაირად მეცოდებით თქვათ როგორც, მაგრამ არა, აქ უკვე მჭირდება აი ეს კავშირი არ მინდა რომ გაწყდეს, ეს ენერგეტიკული კავშირი არ უნდა გაწყდეს. არ ვიცი, საოცარი გაშლა. გითვალთვალებთ კი არა, აქ იმდენი რამე ვთქვი, მარტო თვალთვალზე არ არის. აქ ძალიან დიდი ემოცია და ენერგიებია, ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი. რაც შეიძლება სასწრაფოდ არ ვიცი, ვიზეც რეზონირდა და ვინც მიიღო ის მცირედი ნიუანსები თავის თავზე, ყველა ვარიანტში პირადში უნდა გადმოხვიდეთ. აქ არ მინდა რომ ესე დასრულდეს. აქ ძალიან დიდ ენერგიებს ვხედავ, ესეც ვერ ნახავთ ვერავისთან. პირდაპირ გეტყვით, როგორც არ უნდა ეძიოთ. მქონია სიტუაცია და ვიცი. მაგალითებში საკუთარ თავზეც. და სუტყუილად რო ცდილობ, რომ ვიღაცა შეეძიო და მე კიდე იმაზე უარესში რო აღმოჩნდებით. არა, გადმოდით რა პირადში ძალიან დამაინტერესდა. აქ რაღაც კიდე სხვა ნიუანსებია და ისინიც უნდა ვნახოთ. შოკი მაქვს, ოღონდ მართლა ძალიან დიდ ენერგიებთან გვაქვს საქმე და ეს ესე მარტივად არ დამთავრდება, ის ცოდეთ. და არ მინდა რომ თუმეტე ზაფხული მოდის რაღაცა და ხო ხვდებით, აი ესე ცუდი განწყობით იქ წახვიდეთ, აი ხომ ხვდით ეს თქმა მინდა. იქნებ რაღაცა მოგვარებადია და მოეკიდება ხელი. არ ვიცი. საოცარი გაშლა იყო ჩემო ძვირფასებო, გამოგზავნით ხო, ყველაზე მთავარი TikTok-ზე წერთ პირადში და მე გამატებთ WhatsApp-ზე, ან წერთ ნომერს, ხოლო YouTube-ზე კომენტარში და ჩემი ნომერი, WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი, სამივე მაქვს. გადმოგზავნით და დაგამატებთ და იმავე დღეს ხდება ჩემთან კონსულტაცია, მაქსიმუმ მეორე დღეს, უბრალოდ ეხლა რადგან ეს კვირა მაქვს მხოლოდ კონსულტაციები და ეს იქნება საგიჟეთი, ამიტომ რაც დროულად მიწერებით, მით უკეთეს. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო დროებით. მიყვარხართ ყველა.